მოგვიანებით განვაგრძოთ ახლა იმედის დიდი დასკვნითი ნაწილი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ ახალი პროგრამები შეიმუშავა, რომლებიც განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით დევნილი ახალგაზრდების წახალისებაზეა ორიენტირებული და ფინანსურ გაძლიერებაზე. სამინისტროს მიერ შემუშავებული სიახლეების შესახებ საუბარს განვაგრძობთ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ დავით მორგოშიასთან. დილომშვიდობისა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში მოგითხრათ, რა სიახლეებია განათლების კუთხით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის? დილომშვიდობისა, მადლობა მოწვევისთვის. მინდა მივესალმოთ ჩვენს ტელემაყურებელებს და განსაკუთრებით ჩვენ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ მოქალაქეებს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ლევან გალუბიშვილის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება არის სწორედ ახალგაზრდულ საქმეთა პოლიტიკა, რომელიც მოიცავს განათლებას, კულტურასა და სპორტს. განათლების მიმართულებით არ ვიქნები ხა განსხვავებული, ვიტყვი რომ ვაპირებთ აქცენტების გაკეთებას და ინვესტიციის ჩადებას ტექნოლოგიების მიმართულებით. მაგალითად 2025 წელს გეგმავთ STEM კონცეფციის ვირტუალურ რეალურ ლაბორატორიების შეძენას ჩვენი ბავშვებისთვის. მოგეხსენებათ ეგრეთ წოდებული sci-fi, science fiction-ი, რომელიც ერთდროს გვეგონა ფანტასტიკის სფერო, სუპერრეალობა, VR-ი, space race-ი, რობო ინდუსტრია. ეს სადაც ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია, ხო ისე? ნამდვილად. გვინდა რომ ჩვენ ბავშვებს გქონდეთ ელემენტარული და მინიმალურზე უფრო მეტი წვდომა ტექნოლოგიურ ინოვაციურ ბაზასთან. და სწორედ ამ მიზნით შევიძენთ ჩვენ მათთვის საწყის ეტაპზე 3 STEM ვირტუალურ ლაბორატორიას. ბატონ დავით, სანამ გადავალთ სხვა კითხვებზე, საინტერესოა რა რაოდენობის ადამიანზეა დაახლოებით საუბარი, ანუ აი რამდენად ხშირად ყავს ასეთი სტუდენტები, რამდენი არიან ისინი და ვიზი არის გათვლილი კონკრეტულად? ამის ზურგს გვიმაგრებს სწორედ ის ახალგაზრდები, წარმატებული უნიჭიერესი ახალგაზრდები, რომლებმაც გვიბიძგეს ამ ნაბიჯის გადადგმისკენ. ესეთი ყავს ძალიან ბევრი და გამორჩეული. მაგალითად, ერთ-ერთი გერმანიაში ქალაქ ბრემენის უნივერსიტეტში AI-სა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა. და როგორც იცით, ცხოვრებაში დადებითი მაგალითი გადამდებია, წელს უკვე მეორე მისი მეგობარი, ალბათ მისი უშუალო წინამძღოლობით ჩაირიცხა ასევე AI-სა და რობოტიკის ფაკულტეტზე, ასევე ქალაქ ბრემენში. ყავს ასევე გამორჩეული მოსწავლეები, განსაკუთრებით მე-7 სკოლა, აფხაზეთის საჯარო სკოლის მე-7 სკოლა, ლადო ყავს ესეთი უნიჭიერესი მოსწავლე, რომელიც არაერთი ტექლაბის მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარჯვებულია და მონაწილე. სწორედ ეს ბავშვები, ახალგაზრდები არიან ის ჩვენი мотивация, რათა უფრო შეუწყოთ ხელი მათ ხარისხიან განათლებას. დაო ზუსტად თქვენ პროგრამების შესახებ ვისაუბრეთ, ასევე ვისაუბრეთ ერთეულ სტუდენტებზე. ამ თქვენი პროგრამა მუშაობს უშუალოდ კონკრეტულად სტუდენტებზე, რომლებიც არიან აფხაზეთიდან დევნილები, ამ ოჯახის წარმომადგენლები და თუ ესე გაფანტულად არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თქვენ უზრუნველყოფთ მათი სწავლის დაფინანსებას? თუ არის თქვა რაღაც კურსი, სადაც თქვა გამორჩეულად ეს ადამიანები მიიღებენ განათლებას. დიფერენცირებას მოვახდენ, გვაქვს სხვადასხვა ტიპის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები და ასევე სტიპენდიები სახელობითი. ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ითვალისწინებს მოგეხსენება სამწუხაროდ ბევრი ოჯახი განაგრძობს სიძულშირის ცხოვრებას და სწორედ ესეთ ახალგაზრდებს ხელს უწყობთ და არსებული დავალიანების ფონზე უხდით სწავლის საფასურს. ასევე გვაქვს სახელობითი სტიპენდიები, არ აქვს მნიშვნელობა ისინი დროებით დევნილი თუ არადევნილი. ვინც მუშაობს აფხაზეთის თემატიკაზე, ის მოიპოვებს სახელობის სტიპენდიას. საუბარია ჟიული შარტავასის ლეგენდარული ადამიანების სტიპენდიებზე, ილია ვეკუა, გურამ გაბესკირია და სხვა. რათა არ არის მხოლოდ საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა, თავარია მომავალმა თაობამ იცოდეს თუ ვის კვალს მივსდევთ, ვისი შთამომავლები ვართ და ვისი საქმე უნდა გავაგრძელოთ. აი როგორია თქვენი მხარდაჭერა საბაკალავრო და დოქტორანტურის პროგრამებთან დაკავშირებით? ბატონო, ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს ვუფინანსებთ მგზავრობის საფასურს, მაგალითად 3 სტუდენტი იყო ესეთი, შარშან, რომელსაც დაუფინანსეს და სამგზავრო ხარჯები გერმანიაში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ვახსენე გიგი გამსახურდია, რომელიც გერმანიაში ჩაირიცხა AI-სა და რობოტიკის მიმართულებით, მას დაუფინანსეთ
საპილოტეთ ნაწილი საბაკალავრო სწავლის საფასურისა და ასევე აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც ვახსენე წარმატებულ სტუდენტებს, რა თქმა უნდა, კრიტერიუმების შესაბამისად კომისიურად ვცდილობთ, რომ გაუწიოთ შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერა. ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ საზღვარგარეთ სწავლას და ვიცით, რომ გეგმაში გაქვთ წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და ასევე საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა. როგორ შეუძლიათ რომ მიიღონ მათ ეს მათთვის გამოყოფილი სიკეთე, ასე ვთქვათ. პირველ რიგში სამწუხაროდ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 30 წელია, რაც აფხაზეთის მთავრობა დევნილობაში აგრძელებს თავის საქმიანობას. სამწუხაროდ არ გვაქვს ჩვენს დაქვემდებარებაში არც ერთი უნივერსიტეტი, თუმცა მჭირდება დავამშრომლოთ ცენტრალური განათლების სამინისტროსთან კოორდინაციით უნივერსიტეტებთან, სადაც ჩარისხულები არიან ჩვენი დევნილი სტუდენტები. მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე ვადგენთ დღის წესრიგს და შესაძლებლობის პარკლებში ვეხმარებით ნებისმიერი ტიპის დახმარებით. მოდით, უფრო რომ გაუმარტივოთ მსურველებს და ინტერესებულ პირებს ახლა საქმე, გარკვეული სქემა მოუყვეთ, ხო, როგორ ხდება, ანუ ვის შეუძლია ჩაერთოს პროგრამაში, რა ფორმით შეუძლია და როგორ მოგმართოთ საერთოდ? პროგრამიდან გამომდინარე, ძირითადი კრიტერიუმებია, რა თქმა უნდა, სტატუსი, უნდა იყოს ახლადად დროებით დევნილი მოქალაქე. უნდა ჰქონდეს დასწრებადობა უნივერსიტეტში, თუ საუბრობთ სტუდენტებზე. ასევე საშუალო ფულა უნდა აკმაყოფილებს 70-დან 100%-მდე და სხვა მსგავსი ტიპის კრიტერიუმი. თუმცა ჩვენ PR-ის გუნდი მუშაობს ყოველთვის ამ გამოცხადდება პროგრამა ეგრეთ წოდებული დაბუსტვის მეთოდით, ვცდილობთ, რომ სამიზნე აუდიტორიას მივეწმინოთ ჩვენი პროგრამების განახლებული პროგრამების სიახლეები. ბატონო დავით, თქვენ ახსენეთ, რომ ეს ყველაფერი მოიცავს განათლებას, სპორტსა და კულტურას და ვიცით, რომ კულტურის სიახლეებით, კულტურის მიმართულებითაც გაქვთ სიახლეები და რო გითხრათ ამის შესახებაც. ბატონო, აქაც უნდა გავყო ორ ნაწილად. პირველი არის უშუალო პროგრამები, რომელიც ხორციელდება უშუალოდ სამინისტროს მიერ. მაგალითად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება თაბუკაშვილის პრემია, რომელიც მიზნად ისახავს გამოყენებითი და სახვითი ხელოვნების დარგის პოპულარიზაციას და მხარდაჭერას. აღნიშნული პრემია ჩატარდება წლის მეორე ნახევარში და ჩვენი ბენეფიციარები, კონკურსანტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ამის შესახებ ჩვენი სოცმედიის საშუალებით. და ასევე გვაქვს სიახლეები გაციფრულება, ეს ტექნოლოგიები ჩვენი რაც აქტიურად გაქვთ და ნერგავთ, ასე ვთქვათ, განათლების სისტემაში. შევქმნათ აპლიკაციები, რომელიც ხელს შეუწყობს გაციფრულებას აფხაზეთის ისტორიისა და აფხაზური ენის. სპორტზეც გითხარით, მოვასწროთ. კი ბატონო, ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, ნამდვილად ისეთ სპორტსმენები ყავს, იხვიჩა კვარაცხელია, ილია თოფურია, ისეთ მისაბაძევის სპორტსმენები, ბევრი დროებით დევნილის ოცნება ბავშვის არის, რა თქმა უნდა, გახდეს წარმატებული სპორტსმენი. ჩვენ ნამდვილად ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მათ გვერდში უდგავართ. პირველ რიგში მარტისა და აპრილის თვეში გამოცხადდება ვიქტორ სანოევის სტიპენდია და ვიტალი დარსელიას სტიპენდია. ეს ორი სტიპენდია განსხვავდება იმით, რომ ვიტალი დარსელიას სტიპენდია ორიენტირებულია 16 წლამდე წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერაზე. არა, ხო სახეობას მნიშვნელობა ფეხბურთის კალათბურთი, ძიუდო ფეხბურთი და ასე შემდეგ. და ვიქტორ სანოევის უკვე 23 წლის ჩათვლით. რა თქმა უნდა, საუბარია სიმბოლურ ფინანსურ მხარდაჭერაზე და სპორტი არის ემოცია, მოგეხსენებათ და ვცდილობთ ასევე მასტერკლასების მიმართულებით ვიაქტიუროთ. მაგალითად, ჩვენი აფხაზეთის ძიუდოს აკადემია, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული აკადემია, მოყავს სტუმრად მასტერკლასების ჩასატარებლად ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენები, მაგალითად, ავთანდილ ჭრიგიშვილი, ლუხუმ ჭვიმიანი და სხვა. და ბავშვებისთვის ეს დამატებითი мотиваცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სახელები ძალიან სწორად არის შერჩეული. მე მაყურებლს ვეთქვი 1980 წლის ოლიმპიური თამაშების წინ, როდესაც ვიქტორ სანეევს ფეხის ქრონიკული ტრავმა ჰქონდა და ვერც ერთმა ექიმმა ვერ მოურჩინა ფეხი, თქვა რომ მე სოხუმში წავალ და სოხუმი მომარჩენსო. ძალიან სასიამოვნოა ამ სიახლეების მოსმენა თქვენგან წარმატებებს გისურვებთ. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დავით მორგოშია პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს, ახლა 10 საათში